დილომშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი ჯიმ, მაი ვიდეო ჯიმ, აქტის IP ტელევიზიით 53 არხზე და გადაცემის სრული ვერსიის ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ რადიო იმედის Facebook გვერდზე. ასევე იმედი ჯიზე გვადევნეთ თვალყური ორშაბათია და როგორც ყოველ ორშაბათს ამ დროიდან გვერდება მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით. დილომშვიდობისა. დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, დღე და კვირა მინდა ყველას გისურვოთ უპირველეს ყოვლისა და კარგი განწყობა. რატო? იმიტომ რომ ეხლა ჩვენ საინტერესო პერიოდი გვაქვს. მათ შორის ეს რთული პერიოდი დამთავრდა დღეიდან. ყოველ შემთხვევაში მაისის ბოლომდე პერიოდი გაცილებით უკეთესია. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ ვამბობთ ხშირად გახსოვთ, რომ აი ერთი კვირა მაინც ყოველ თვე ყველა ნიშანს აქვს კარგი. ესეთი კვირა გვაქვს ახლა წინ და საერთოდ მაისის ბოლომდე ესეთი ანუ ბონუსა პრინციპში კურვებმა დაიმსახურეს. ხო, იმედია დაიმსახურეს და სხვებმაც დაიმსახურეს, იმიტომ რომ ივნისი მინდა წინ გითხრათ, ცოტა უფრო რთული იქნება, დედამიწა ისევ გადავა ორგობით ენერგო ველში. ამიტომ ეხლა დავუშვათ გაქვთ რაღაც საქმე, პროექტი, რაღაც მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, შეხვედრა და ასე აი ეხლა ყველაფერი მაისის ბოლომდე. აი აქ რასაც მოასწრებ და დაიწყებ, მე ეს უკვე ივნისში შეგიძლიათ 7-დან გაიაროთ და არა ივნისში დაიწყოთ, სადაც სირთულეები იქნება გაცილებით მეტი. აი ამას მეაქცევთ ყურადღება, ეს ერთი ფაქტორი და მეორე ფაქტორი ის არის, რომ პირველში მზე ხვალ უკვე 20 რიცხვში 22 საათზე 56 წუთზე გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოში ერთი თვით. ესე იგი, ვინც ელოდება ბავშვებს, მათ საყურებლობ მინდა აღნიშნო, რომ 22 საათზე 56 წუთზე თქვენ თუ დაიბადათ თქვენი ბავშვი, ის არის ტყუპები. მაგრამ 55-ზე კურვა. ეს იცოდეთ, რომ ასე გამორეობა გვაქვს. ხო, ეხლა რას ნიშნავს ტყუპებში გადასვლა ერთი თვით მზისა? ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე დაუბერავს ჰაერი, სიო, მოდი ასე ვთქვა, ტყუპებისა. თვითონ ჩვენთაგანი ვიგრძნობთ საკუთარ თავში უფრო ნაკლებად კუროს და მეტად უკვე ტყუპებს და კონკრეტულად რა? განავითარდება მეტად ხასიათში კომუნიკაცია, ცნობის მოყვარეობა, გონება מחვილობა, იუმორის შეგრძნების დახვეწილი უნარი, მგზავრობა მოგზაურობისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება, ინტერესი ყველასადმი და ყველაფრისადმი. ნუ ტყუპები ხო იცით როგორი ცნობის როგორი მოძრავია და მოუსვენარი ნიშანი. ამიტომ პოზიტიური ტენდენციები უდავოდ გვაქვს, მაგრამ გვაქვს უარყოფითი ტენდენციებიც. რა აქვს ტყუპებს უარყოფითი? მაგალითად, ნევროზული მოუსვენრობა. უნდა აკაკუნებდეს ყველაფერს, რაღაც უნდა იფხანდეს, რაღაც უნდა ადგეს, დაждდეს, არ შეუძლია დიდხანს. ყველა ეგრეა. ტყუპები ძირითადად თუ ის კლასიკურ ტყუპებზეა საუბარი, თუ ხა თუ კუროზზე გავლენა აქვს, შეიძლება მშვიდი იყოს, ხო? მაგრამ კუროზგან განსხვავებით, ხა მე მეგობარი მყავს ტყუპები, უნდა ნახოთ ეს ჩვენში რა კონტრასტია, მე შემიძლია 1 საათი ვიждდე გაუმძრებლად. ის არა, ის ყოველ ალბათ 5-6 წუთში უნდა ადგეს, დაждდეს, იქით გაიხედოს, გამოიხედოს, შეისუნთქოს რაღაცა, არ შეუძლია. ტყუპები ხო მართავს მედიას. შესაბამისად მედიაში ძალიან ბევრი ტყუპია დასაქმებული, გინდა არ გინდა ისინი ხვდებიან აბარა მათი სფეროში, ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები ბევრ ტყუპთან ვიყოთ ხო და იცნობთ კარგად. ხო, კომუნიკაცია მათი და როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, რომ წუთში 1000 სიტყვა რომ მოდის პირდაპირ. უნდა გვერდზე გაიწირო და დაგეჭახოს. ხო. მაგრამ სხვა შორის აი მასმედია რა ხან ვახსენეთ, მასმედიისთვის ძალიან კარგი თვე არის მთელი. იმიტომ რადგან ტყუპების ზონაში შევდივართ, მასმედიაში იქნება საინტერესო ახალი პროექტები, შესაძლებლობები, რაღაც საინტერესო იდეები, სურვილები, მგზავრობა, მოგზაურობა, რაღაც გარეთ, დაუშვათ სტუდიის გარეთ რაღაც პროექტების გაკეთება, გადაღება და შემო, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი მოიმართებს აშკარად. ეხლა მოითამაშოთ ისიც, რომ ტყუპების ნეგატიური თვისებებიდან ასე უნდა გამოყოთ შინაგანი მერყეობა, გაურება და სულსწრაფობა. ეს თვისებებიც მოიმართებს ამ პერიოდში. მაგრამ ის რომ უფრო მსუბუქი პერიოდია ვიდრე კუროსი, ეს უდავოა. იმიტომ რომ ტყუპები მოგხსენებათ ნიშანი უფრო ოპტიმისტურია, უფრო ესეთი დადებითი განწყობა, ძალიან სერიოზულად არ უდგება საკითხებს. ამიტომ ზოგჯერ ცოტა პასუხისმგებლობა შეიძლება დაბალი კონდეს, მაგრამ უფრო ესეთია, მოდი ასე ვთქვათ, რომ ნაკლებად ძაბავს სიტუაციას და ნაკლებად იძაბება თვითონ. აი ამ ხრივ დაუშვათ დადებითია ეს ტენდენციები. ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ჩვენ უკავშირდება ეს სატურნს. პლანეტა სატურნი დიდი კოსმიკური მასშტაბებელი კვირას გადადის 2 სექტემბრამდე ვერძის ზოდიაქოში. მნიშვნელოვანი მოვლენა 2 სექტემბრამდე რაც მოხდება ახლა თვითონ თქვენთაგანი ცხოვრებაში, მათ შორის კარიერული კუთხითაც მიაქცევთ ყურადღება. რატომ? იმიტომ რომ იგი 2 სექტემბრის მერე დაბრუნდება უკან თევზებში
და მე უკვე 2026-27 წლებში ისევ იქნება ვერტში დიდი ხნით. ამიტომ ეხლა არის ტესტური პერიოდი, რაც ეხლა მოხდება 2 სექტემბრამდე და აგვერდით კარიული განვითარებით, თქვენ ცხოვრების სული პრინციპების შეიძლება რაღაც ცვლა მოხდეს და ასე შემდგომ. აი ეს ხა რაც მოხდება, აი ეს მერე გათამაშდება უფრო სერიოზულად შემდგომი 2 წლის განმავლობაში 2026 და 27-ში. ამიტომ მოვლენებს დააგვერდით, მაგრამ სირთულე რაშია ეხლა სატურნის გადასვლისა ვერტში, იმიტომ რომ იქ ელოდება პირდაპირ იქვე მეორე გრადუსში ნეპტუნის პლანეტა. ნეპტუნი ეს არის რწმენა, ეს არის რელიგია. სატურნი, რომელიც არის ერთ-ერთი რთული პლანეტა და ის ეჯახება, ასე ვთქვათ, რწმენის პლანეტას, ესე იგი რწმენასთან დაკავშირებულმა შეიძლება მსოფლიო პრობლემებმა მეტად იჩინონ თავი ამ პერიოდში. ანუ აქ შეიძლება დაეჯახოს სხვადასხვა რელიგიამ. ერთმანეთს ან დაუშვათ ეს ადამიანებმა, რამაც შეიძლება მე ცოტა ზოგიერთ საკონფლიქტოს დაესხდება ვერტის ზოდიაქოში, რომელიც ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება და მას ომის მმართველი პლანეტა მარსი მართავს. ამიტომ არის გამორიცხული, რომ კონფლიქტები და საომარი სიტუაცია რელიგიურ ნიადაგზეც კი წარმოიქმნას. იმედია, რომ გასუფრებას ეყოფა twin იმისთვის, რომ აქ არ გააჩაღოს სერიოზული ომები, მაგრამ ეს ტენდენციები რო არის ამასთან დაკავშირებით, ეს უდავოა. და მივაქცევთ ყურადღება იმას, რომ მაინც ამედით ცვალებადია. ხედავთ თქვენ ამას ყველანი, ესე იგი მეტეო დამოკიდებული ადამიანები ძალიან რეაგირებენ. გაზაფხული ისე დავასრულეთ, ლამის 2 კვირაში დამთავრდება. ხო, რა პერიოდი გავიარეთ? ძალიან რთული, იმიტომ რომ აი ისეთი ადამიანებიც კი რომელიც მოყვარულები არიან წვიმისა, ისინიც კი შეწუხდნენ უკვე ამდენი წვიმით და აღარ გვინდა ვიძახი. ხო, მაგრამ ამბობენ, როცა ასეთი ცვალებადი გაზაფხულია, ზაფხულია ხოლმე ცხელი. ხო, ეს ახლა უკიდურესობიდან უკიდურესობაში გადავდივართ. ახლა როცა ადამიანი მაგათ იწყებს დიეტას, ყოველთვის ვეუბნები რომ ფრთხილად იყავით. რომ დიეტის მერე ადამიანი ძალიან უჭირს შუალედში გაჩერება მეორე უკიდურესობაში გადადის. ეხლა ამიტომ ეს მომენტი ბუნებასაც ახასიათებს. ამიტომ არ ვარ არაფერი ზედმეტი. ზედმეტი დაუშვათ სიცხე არ ვარგა, ზედმეტი სიცივე არ ვარგა, ცვალებადობა არ ვარგა, იმიტომ რომ ამას მოყვება მეორე უკიდურესობა ტრადიციულად. ამიტომ ამის შესაძლებლობაც არის. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა ყინვა გამძლე, სიცხე გამძლე საზოგადოება ვართ, მე მგონი ჩვენ მოგვამზადა ბუნება ყველანაირი გამძლე ვართ, შეიძლება გადავიტანთ და გავუწევთ. ყველაფერი გამძლე კი. ხო, დავისთავად. ამიტომ 3 გეომაგნიტური დღე გვაქვს, ეს არის სამშაბათი, 4 შაბათი და შაბათი. აი ამ დღეებში თუ რაღაც დისკომფორტი იგრძნით, წნევას მიაქცეთ ყურადღება და სათავადო პროფილაქტიკა გამოვიყენეთ. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, იმიტომ რომ პოზიტიური რადგან არის პერიოდი დედამიწა გადადის პოზიტიურ ენერგოველში დღეიდან, ხო? კი. ეს ნიშნავს ერთი თვეა ფაქტობრივად არის ნეგატიური. ამ თვის ბოლომდე არის კარგი, მერე იქნება ივნისის სადღაც 25-მდე მაინც საკმაოდ ნეგატიური ენერგოველში. ისე გაიარა მზემ, რომ ფაქტობრივად ნეგატიურ ენერგოველში ვიყავ. და აი ივნისიც იგივე, ამიტომ მე ადრევე აუწყებმა ჩააწყვეს კიდეც. ხო. არ შეუწყდა. იმასაც გაუჭირდებათ. აი ახლა უნდა მოასწროთ. თორემ მე ივნისის მათი დრო 20 რიცხვამდე იქაც ცოტა რთული, როგორც ჩვენ გაგვიჭირდა პუროებს, ისე მათაც ეკნებათ გარკვეული სირთულეები. ამიტომ ახლა პოზიტიურ ველში რო ყოფილიყო, აი მაშინ ვიწყოდით რომ ჩააწყვეს, მაგრამ თლად ვერ ჩააწყვეს. მოდი ეს გამოვიდეთ. ხო, მაგრამ ნუ არა უშავს, ამასაც გაუძლებთ. ახლა მთავარი არის რა? რადგან პოზიტიური ენერგოველი ამ კვირაში მაქსიმალურად ყველა გამოიყენოთ, რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს ექნება კარგი შესაძლებლობები. აბა რას ვაკეთებ? აი დავიწყოთ ახლა ვერძიდან. პირველი ნიშანი ვერძი არის გაცილებით უფრო ახლა აქტიური, იმიტომ რომ გრძნობენ უკვე ვერძები, რომ აშკარად ემატებათ ენერგია, მატულობს შრომისუნარიანობა, ნაკლებად იღლებიან, შემართება უძლიერდებათ, ენთუზიაზმი, ოპტიმიზმი მატულობს მათში და შესაძლებლობები დადებითი 1-2 ძლიერდება. საუკეთესო დროა მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების კუთხით. ამიტომ უნდა იაქტიურონ. აქ შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღონ, ახალი იდეა პროექტის ჩამოყალიბება, რეალიზაცია, გაცილებით ადვილად წავა უახლოეს ერთ კვირაში და მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. აქ თანადგომას და დახმარებას მეტად იგრძნობენ მეგობრებისგან, ახლობლებისგან და ასე შემდგომ, რაც მათი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. ამიტომ აქტიური მოქმედება მართებს ამ ნიშანს, იმიტომ რომ მეორე ენერგოტონუსიც ამის საშუალებას აძლევს და სამყაროც ამის შესაძლებლობას მიცემს ამ ნიშანს. ეხლა რაც შეეხება კუროს. მოდი ასე ვთქვათ, რომ კუროსთვის არ არის ცუდი კვირა, რატო? იმიტომ რომ ფინანსური კუთხით შეიძლება გაუმართლოს. მათ შორის შეიძლება მაგათ პროექტებში ჩაერთოს, რომელიც ფინანსური კუთხით იქნება მომგებიანი, ან ადრეული საქმეები დაწყებული და უშუალოდ ან შემოქმედებითი რაღაც პროექტები
აი ახლა მისცემს მატერიალურ დივიდენდებს, ამიტომ ფინანსური კუთხითაც ძალიან საინტერესო პერიოდია უდავოდ და საჩვენოს ინვესტიციები თუ იქნება ხაჭკვიანურად განხორციელებული კაპიტალდაბანდებებისთვის ეს პერიოდი საკმაოდ კარგია. რაც თავარია, ახლა კუროს სჭირდება ცოტა ყურადღება რის მიმართ. ეს ნიშანია, რომელსაც ხშირად უწოდებენ უტაქტოს. რატო? პირდაპირ შეუძლია უთხრას ადამიანს, რასაც ფიქრობს ულმობლად. აქ ეს უნარი. რატო? იმიტომ რომ შეუძლია, არა, რა შესაძლოა, ყუროს არ უყვარს ტყუილი. ამიტომ მორიელი და ყურო ამაში ძალიან გვიან ერთმანეთს. პირდაპირ შუბში მეახლია რაც არის და როგორც არის. ეხლა ეს ბევრს არ მოწონს, იმიტომ რომ შეიძლება ფორმა მოინახოს უფრო რბილი, თუმცა იგივე უთხრა. აი ეს რბილი ფორმა ტყუპებს უფრო მეტად დაგვე ყუროს ნაკლებად განვითარებული, ხო? მაგრამ ეხლა რა შეასაქმე? ეხლა განსაკუთრებული სურვილია ყუროს რომ სიმართლე თქვას. რაზეც ადრე კიდე თავს იკავებდა, ამ კვირაში უკვე აქვს სურვილი და არა შენია. ამ სიმართლის თავარია ისე არ თქვას, რომ მე ფარმტრები არ შეიქმნას და საომარი სიტუაცია არ გააჩაღოს, ხო? სახლში ან სამსახურში. ამიტომ ყუროებო, შევეკარგებო. ეს კარგია, რომ გინდათ სიმართლე თქვა და ამას ვაშო შეიძლება დიდი რეზონანსი გამოიწვიოს. საზოგადოებაში უნდა ეს ყველაფერი ცოტა ტაქტიანად და დიპლომატიურად. და ეს არის შემთხვევა. ეხლა რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისთვის საუკეთესო დრო იწყება. ვარსკვლავური პერიოდი შევკარგებო. და ამიტომ ყოველ დღე იგრძნობთ, რომ ენერგია მატულობს, გონება განწყობა უმჯობესდება, ოპტიმიზმი ძლიერდება, გონება מחვილობა. ეს ნიშანი უფრო მეტად ეხლა ცვლილებებსაც შემოიტანს გარეგნობაში, ურთიერთობებში, მეთოდოლოგიაში მუშაობის. ამიტომ იდეების რეალიზაცია გინდათ, მგზავრობა, მოგზაურობა გინდათ, ფინანსური საკითხების და ყველაფრის გადაწყვეტა, პრობლემების მოგვარება აი ახლა შეიძლება ამ კვირაში. ყველა სფეროში, ამიტომ არა გაქვთ ახლა უფლება გაჩერებისა, სიზარმაცისა და უსაქმრობის. ამიტომ თქვენ გეწყებათ წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, რომ სიტყვის თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას. ეცადეთ ნაკლებად დაესვენოთ, მეტი იშრომეთ, იმოგზაურეთ, იმოძრავეთ, საზოგადოება გაიცანით, შედით კონტაქტებში და მნიშვნელოვანი პარტნიორული თანამშრომლობად ჩამოაყალიბეთ. ეხლა რაც შეეხება სიყვარულისთვისაც ძალიან კარგი პერიოდი ეწყება ამ ნიშანს. ამ ხრივაც კარგი. ეხლა გერჩხებს რაც შეეხება, აი სწორედ სასიყვარულო ურთიერთობებიდან და საქმიანი კონტაქტებიდან აქ გერჩხებს დიდი შანსი, ეხლა მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოს. ანუ იმეთი დახმარება მოდის. თან ინტუიცია მზარდი აქვს, რომელიც ხალხს უწყობს სწორი არჩევანის გაკეთებას. რა გაეთვალისწინეთ, გერჩხებებო, ივნისი პირველი ნახევარი გექნებათ ურთულესი. ამიტომ ეხლა აი სწორედ ივნისამდე მოასწარეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, პრობლემა იყო მოსაგვარებელი, აი ახლა მოაგვარეთ ეს ყველაფერი დაალაგეთ ურთიერთობების სახლში, სამსახურში მოწეს რიგდით, იმიტომ რომ პირველი 2 კვირა ივნისის ეკნება თქვენთვის ალბათ ყველაზე რთული. დაბადების წინა პერიოდს გადიან, ერგოტონუსი ეკნება დაბალი, ამიტომ სანამ გაქვთ შესაძლებლობები, აი ახლა მაქსიმალურად აქტიურეთ, რომ პოზიტიური შანსები გამოიყენოთ, თუმცა ნუ გათქვავთ ინფორმაციას. დავუშვათ რაღაც ახალი პროექტი, ახალი წამოდება მიიღეთ, ახალი შეიძლება პარტნიორთან თანამშრომლობა მყარდება, ჯერ მოვიტყვით. სანამ არ დაიწყება ეს ყველაფერი იქამდე ხმა არ მოიგოთ. მაშინ უფრო წარმატებული იქნება თქვენთვის ეს კვირა დასამახსოვრებელი. რაც შეეხება ახლა ესეთ ნიშანს, როგორც ლომი აშკარად გამოცდილ ხდება, ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, განწყობა უმჯობესდება, ხდება ლიდერი, ხელმძღვანელი, ინიციატივის აღება შეუძლია საკუთარ თავზე უკვე ისე რომ ასე ვთქვათ, შეიძლება ალაპარაკოს კიდე საზოგადოება თავის საინტერესო პროექტებით, თავისი მოქმედებებით, კონტაქტებით, მაგრამ აი ისიც გავეთვალისწინოთ, რომ აი ძველი პრობლემები, რომელიც გიჩნდნენ ხელს, ვერ წყვიტავდით სხვა მიზეზებით, აი მათი გადაწყვეტაც ახლა გაცილებით უფრო ადვილია. ამიტომ დავუბრუნდით, შეიძლება ეს ძველი პრობლემები არ რაღაც ვალდებულებები ჰქონდათ, ამას ადვილად გაისტუმრებთ ახლა და მოიშორებთ რო ითქვია. ამიტომ შესაძლებლობები გაქვთ მრავალფეროვანი და თან რეფორმების დროა. სიახლეები, ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტი, აქედან შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, ამიტომ რაც მეტად არასტანდარტულად იმოქმედებ და სიახლეებს შემოიტანთ თქვენ ცხოვრებაში, სიახლე ყველაფერს ეხება. შეიძლება მაგათ ახალი ვარცხნილობა გაიგეთოთ, ახალი ტანსაცმელი, ახალი რაღაცა თქვენი ურთიერთობების ფორმა და შემდგომ, ხო, ეს ყველაფერი წარმატების მომტანია. ამიტომ რეფორმების დროა, ლომებო. ეხლა რაც შეეხება ქალწულებს. ქალწულებისთვისაც საკმაოდ კარგი პერიოდია, შრომისუნარიანობა მაღალია, ნებისყოფა, ორგანიზებულობა, დისციპლინა, აძლევს შესაძლებლობას არაერთი იდეა განახორციელოს, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბოს და სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან.
რატო პროფესიონალური წინსვლის ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს. ამიტომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ წიადადება მიიღოს ძალიან საინტერესო, რაც მის კარიერულ განვითარებას უწყობს ხელს და პლუს მაგალითად კვალიფიკაცია იმაღლოს. აი ამ კუთხითაც სწავლისთვისაც მათ შორის ძალიან კარგი პერიოდია. მოგზაურობასაც უწყობს ხელს ეს პერიოდი, ამიტომ აქტიურეთ. შანსები ყველა დონეზე გაქვთ, მატერიალური კუთხითაც, პროფესიონალური კუთხითაც, პირადულიც დაალაგდება და დასტაბილურდება, ამიტომ თქვენთვის საკმაოდ კარგი კვირაა. სასწორი აშკარად გამოცოცხლდება ამ პერიოდში, ერგოტონუსი ნელ-ნელა იმართება, განწყობა უმჯობესდება, მართალია პატარა შეზღუდვები ჯერ კიდევ ექნება კვირის პირველ ნახევარში, მაგრამ ამისგანაც ნელ-ნელა განთავისუფლდება, რაც თორეა პარტნიორული თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე ავა, დახმარების ტენდენცია სხვათა მხრიდან მოიმატებს და თანადგომის, რასაც იგი იგრძნობს და რაც თორეა საუკეთესო პერიოდია მოგზაურობისთვის. აი, ვისთვის არის ახლა კარგი უცხოელებთან აქტიური კონტაქტი, უცხოეთში სწავლა, უცხოეთში მივლინება, პარტნიორული თანამშრომლობა უცხოელებთან. ამიტომ აი აქ პირველში აი უცხოეთის საათვისება გინდათ, ხო, უცხოენების საუკეთესო დრო გაქვთ. ახლა ძალიან ადვილად დაითვისებ. ამიტომ რაც შეიძლება მეტი აქტიურობა ამ პერიოდში, რომ ეს პოზიტიური შანსები მაქსიმალურად გამოვიდოთ. მორელს რაც შეეხება, სხვა შორის კარგი პერიოდია მორალისთვის. თუ წინა პერიოდებში ქონდათ რაღაცა იქ ომები, რო იტყვიან კონფლიქტები და საქმეთა გარჩევები, ეს ყველაფერი ხა დაალაგდება. პრობლემა ადვილად იხსნება ზედმეტი ნერვიულობის და გაღიზიანების და კონფლიქტის გარეშე და ეს ის პერიოდია, რომ შეობისას ძალიან მნიშვნელოვანია აქ თქვენთვის ასევე კონტროლის სიტუაციაზე. არ უნდა დაკარგოთ. რა ხდება თქვენ ზურგს უკან ვერას ლაპარაკობს, რა მოქმედებებია თუ აწყობთ კარგ პარტნიორულ ურთიერთობებს, გინდათ საქმიანი, გინდათ პირადულის კუთხით, ერთი-ორად გაზრდება თქვენი წარმატების ფაქტორი. ინტუიციად მზარდია, რაც ხელს უწყობს ასევე სწორი არჩევანის გაკეთებას და სწორი ნაბიჯების გადადგმას. რაც შეეხება ახლა ესეთ ნიშანს, როგორც არის შილდოსანი, შილდოსნებო აშკარად გამოცოცხლებით, გაიღვიძებთ. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული თანამშრომლობა. ახლა აი თუ ეს ურთიერთობა თქვენს გაქვთ სტაბილური, ერთი-ორად წახვალ წინ და მათ თანადგომას აშკარად გზნობთ, რა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ შეიძლება გაიცნოთ ახალი ადამიანები. სხვა შორის ძალიან კარგი პერიოდია პროფესიონალურ წინსვლისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, თუ იყო რაღაც საკითხები, რომელსაც ვეწყვიტავდი წინა პერიოდში, ახლა შეიძლება ადვილად გადაწყდეს. ვერც სიტყვით მოდი ეს ვთქვათ, ენერგია გემოტებათ, ოპტიმიზმი მატულობს, გონება მახვილობა ძლიერდება, ინტუიციაც გიძლიერდება სხვათა შორის და კარგი ორგანიზებული ნიჭის გამოვლენა შეგიძლიათ. ამიტომ ინიციატივა აიღეთ საკუთარ ხელში, აქტიურად ემოქმედეთ. ნუ ელოდებით ვინმეს და რამეს. თქვენ თვითონ იმოქმედეთ და მაშინ წარმატება თქვენს მხარეს იქნება. რაც შეეხება თხისკასთვისაც არ აიცოდი პერიოდი, იმიტომ რომ შრომისუნარიანობანების ყოფა, ორგანიზებულობა, დისციპლინა ჯერ ყველაფერი წინა პლანზეა, რაც შეუპოვრობასთან ესლად აძლევს კარგ შედეგებს და სხვა შორის იდეების რეალიზაციის კუთხით, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, პარტნიორული თანამშრომლობის კუთხითაც პერიოდი საკმაოდ კარგია, წარმატებულია. ოღონდ ერთი რამ აღნიშნოთ ახლა, რომ დალაგება, აი არის მნიშვნელოვანი. ეს პერიოდი არის დალაგების. აი მაგალითად ცოტა თვალურია წინა პერიოდში და ვერ მოასწრო დაუშვათ დალაგება, გონების, აზრების, დაუშვათ რაღაც საქმის და შემდგო. აი ახლა გეძლევათ საშუალება, რომ ყველაფერი დაალაგოთ. თქვენს გონებაში, თქვენს ურთიერთობებში, თქვენს საქმეებში, ან დაუშვათ არ გეცალათ წინა პერიოდში. აი ახლა ეს ყველაფერი დაალაგდება კარგად. რაც იქნება ძალიან კარგი საწინდარი იმისა, რომ ეს დაალაგებული თქვენი საქმე კიდევ უკეთესად წარიმართება. აქ სხვა შორის რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობა გექნებათ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ეს ხალხ შეუწყობს მეტად თქვენს პროფესიონალურ მათ შორის განვითარებას და წინსვლას. მერწყული აშკარად გამოცოცხლდება, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, სხვა შორის პროფესიონალური კუთხითაც კარგი პერიოდია და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღება წარმატებულია, სიყვარულის დროა, მერწყულებო. ამიტომ ეცადეთ ეს პერიოდი მაქსიმალურად დაუახლოვოთ თქვენ სასიყვარულო პარტნიორებს, დაუახლოვდით. შეიძლება ახალი სასიყვარულო კონტაქტი შეექმნა, შეიძლება ძველი ურთიერთობა უფრო მაგალ დონეზე აიყვანოთ, შვილებთან ურთიერთობა უმჯობესდება და როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი. საგრძნობად გააძლიერებთ თქვენს ავტორიტეტს, იმიტომ რომ შეგიძლიათ ინიციატივის გამოვლენა, გონებამახვილობის გამოვლენა, საინტერესო იდეების ჩამოყალიბება, რეალიზაცია და როგორც უკვე ხელმძღვანელი აშკარად აიმაღლებთ თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში. ამიტომ პერიოდი საკმაოდ კარგია ამ კუთხითაც. და რაც შეეხება თევზებს საკმაოდ კარგი კვირა აქვს, თუმცა ჯერ ენერგოტონუსი მაღალია. ეს ნიშანი აქტიური ენერგიულია, თან ინტუიციურია და კარგად გზნობს ვისთან ჯობია ურთიერთობა და ეძებს სტაბილურ ადამიანებს. მისი ერული. რაკენა გამომდინარე, ეს უწყობს ხელს მის სტაბილიზაციას. თან ინტუიციად მზარდია, მასზე დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებს, შემოქმედებით ნიჭის უნარის გამოვლენის კარგი უნარი აქვს.
გზავრობა მოგზაურობა გინ უცხოეთში გინ სამშობლოში ძალიან პერსპექტიული დაკაც შეიძლება ყველაფერი კარგად გამოვიდეს ავტორიტეტი აიმაღლოს საინტერესო ადამიანები გაიცნოს და სახლში შეიძლება ძალიან ლამაზად მოაწესრიგოს დაუშვათ ოჯახში შეიტანოს კომფორტი სილამაზე დაუშვათ დიზაინის შეცვალოს ან საუბარსხმოვანო პრობლემები თუ იყოს ესეც მოაგვაროს რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ ოჯახის წევრებთან ახლობლებთან ნაცნობთან მათი თანადგომა იქნება დროული და თქვენთვის მეტად წარმატებული ამიტომ 12 ნიშნისთვის ძალიან საინტერესო პერიოდი. ესე იგი, ვინც რაღაცნაირად ამ პერიოდის განმავლობაში ვერ შეძელით ფრთების გაშლა და ფრენა, მე როგორც ვატყობ, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ყველა ყოველ შემთხვევაში შანსია ყველას, მაგრამ ახლა ვინც იზარმაცებს და ამოიღებს თავის შესაძლებლობები, საერთოდ ცხოვრება ზუსტადაც რომ არის შესაძლებლობები, ჩვენ კი გაგაფრთხილეთ და ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, ესეც კარგად იცით. დაგემშვიდობებით ამ ფორმატით, ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს ორ შაბათს, მადლობა ყურადღებისთვის, ბედნიერად ბრძანდებათ.